ჩემი აზრით ინგა გრიგორია ალბათ ეგ. და რატომ? რავი, ყველაზე მაგარი ხალია რა, ყველანაირი გაგებით. მაინც ყველა შობია ინგა გრიგორია. აი რა თვალსაზრისით ჯობია, ხო ვერ მეტყვი. აზროვნებით, ქმედებებით, ყველანაირად ფიზიკურადაც ყველაზე სასურველი მანდილოსანია, მე ასე ვფიქრობ. გავლენიანი ქალი ალბათ სანდრა რულოვსი. და რატომ? ლოგიკურია, ხა პირველი ლედია და მე მგონი მის სიტყვას გაცილებით უფრო მეტი წონა ექნება და გავლენა ვიდრე მეორე და მესამე ლედის. ინგა გრიგორია ჟურნალისტი. და აი რა სახის გავლენა აქვს მას? ვიცით გავლენა არა, უფრო ჩანს. შეიძლება ბევრი ვერაფერი ვერ გააკეთოს, მაგრამ ჩანს. იულია ალასანი. და რატომ? იმიტომ რომ პრეზიდენტის დედაა და ყველგან ჩანს. ყველა ბიზნესში და წამყვან უნივერსიტეტებშიც. ჩემი აზრით საქართველოში ყველაზე გავლენიანი ხალი ალბათ არის პირველი ლედი. იმიტომ რომ მას აქვს უფრო მეტი რესურსი, უფრო მეტი კონტაქტები, უფრო მეტი წონა და ასე შემდეგ. სანდრას გავასახები. და რატომ ფიქრობთ ასე? პირველი ლედი. ვერ საქმეს საკეთებს. გადის. ინგა გრიგორია ჟურნალისტი. აი რა მხრივ აქვს გავლენა? აი ჟურნალისტიკაში არის ძალიან მაგარი და ძალიან მაგარი ჟურნალისტია მომწონს. ერთი ნამიკა შორშოლიანი და მეორე პოლიტიკაში ინგა გრიგორია. პოპულარულები არიან და იმიტომ. ია კიცმარიშვილი. და რატომ არის ის გავლენიანი? სამოდელო სფეროში მე მგონი ეგ არის ყველაზე ცნობილი. ყველაზე გავლენიანი ხალი როგორც ალბათ ვფიქრობ არის გურჯანელი ესე ისე. აი პოლიტიკაში და ყველაფერში დაეხარა. რო გამოყო შოუ-ბიზნესიდან გაიგებიან ალბათ არ ვიცი უფრო მოთხოვნად და ისეთი კალაკოლიში. ნოგურჯანაძე? და რატომ? მიმოსვლებს აკეთებს ბევრ ქვეყნებში. გავასახელებდი ალბათ სანდრა რულოვსი. ისიც გავლენიანია ჩემს. აი რა სახით აქვს მას გავლენა? თუნდაც ის რომ პირველი ლედია ეს უკვე გავლენაა და მეორეს ერთი აი თავის მოღვაწეობით, ხელმოქმედებით